მე-9 კლასელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში მიიღებდა 70-დან მეტ ქულას, ის უგამოცდო ჩაერიცხებოდა მე-10 კლასში. მართლაც ჩვენ მივიღეთ 44 მოსწავლის მიერ წარმატებით დამთავრების შესახებ, ჩაბარების შესახებ ამ ტესტური გამოცდის მონაცემები მინისტრის ხელმოწერით. ეს არის ძირითადად ქარელის სამივე სკოლა, აგარის, რუისის მესამე სკოლა და ზოგიერთი სხვა სკოლები, სულ 44 მოსწავლე. ეს უნდა გითხრათ, რომ არ არის პატარა ციფრი, სხვა რაიონებთან შედარებით და შეფარდებით, საკმაოდ დიდი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რაიონის პედაგოგები საკმაოდ შრომას ეწეოდნენ წლის განმავლობაში და წლების განმავლობაში და შედეგებიც ახასიათებდა. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი. ტესტური გამოცდები პირველი იყო ჩვენი სკოლების პრაქტიკაში. მას თან ახლდა გაუგებრობებიც, რომელთაც არც განათლების მუშაკები უარყოფენ. გარკვეული გაუგებრობები, გარკვეული ხარვეზები იყო და ბუნებრივია იქნება ყოველთვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო სრულდება. პირველი, ასე ვთქვათ, ხარვეზი ის არის, რომ მაინც ბავშვებისთვის ეს ახალი იყო. არ ქონდათ პრაქტიკა. ერთი ბავშვი, ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწავლეებით გამოირჩეოდა, ვერ გავიდა, ასე ვთქვათ, 70 ქულიან ზღვარს ვერ გადასცილდა. მაგრამ ესაც არ არის დიდი უბედურება, მისაღებ გამოცდებზე ეს ბავშვები დარწმუნებული ვარ, მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ და მაღალი ნიშნები ჩაირიცხებიან მე-10 კლასში.